საღამოშვიდობისა, ეს არის ქრონიკა 8-ზე, დღის მთავარი თემის შესახებ. ერთადერთი ქართველი მამა ჩემია 20,000 შინდლერიდან. ქართველი შინდლერი, ადამიანი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 6 ებრაელი გადაარჩინა. ისრაელში სერგო მეტრეველზე ფილმის გადასაღებად ემზადებიან. ქართველი შინდლერი, ასე უწოდეს სერგო მეტრეველს, რომლის გმირობაზეც მეორე მსოფლიო ომიდან 70 წლის შემდეგ ისრაელში ფილმს იღებენ. გადაწყვეტილება კნესეტმა მიიღო. ჰოლოკოსტის მუზეუმი დროებით მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადასაღებ მოედნად გადაიქცევა. მუზეუმი ებრაელების გადამრჩენ სხვა გმირებთან ერთად სერგო მეტრეველის სახელსაც ინახავს. ქართველ შინდლერად წოდებული მეტრეველის ისტორიას მის მიერ გადარჩენილი ერთ-ერთი ებრაელი ყვება. თამარ ტომარაძე ამბობს 70 წლის წინ ჩრდილოეთ კავკასიიდან რაჭაში მეტრეველების ოჯახში შეფარებული ებრაელების ისტორიას. ერთადერთი ქართველი მამა ჩემია 20,000 შინდლერიდან. იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმში სერგო მეტრეველის ინიციალები იმ ადამიანთა შორისაა, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელების სიკვდილის განიხსნეს. 6 ებრაელი გადაარჩინა. 1942 წლის მოვლენები სერგო მეტრეველის შვილს დღესაც კარგად ახსოვს. მაშინ მამა კისლოვოდსკში მეღვინედ მუშაობდა. გერმანიის ჯარების შესვლის შემდეგ მან 6 ებრაელი ჩრდილოეთ კავკასიიდან რაჭაში საკუთარ სახლში შეიფარა. რაჭაში რო გადავიდნენ, იქ საშიში აღარ იყო. მათი სიცოცხლე შენარჩუნებული იყო. სერგო მეტრეველის მიერ გადარჩენილთა შორის ერთ-ერთი ემილ ზიგელი დღესაც ცოცხალია. სწორედ მისი საშუალებით გაიგეს ისრაელში ქართველი შინდლერის შესახებ. მეტრეველის გმირობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ კნესეთის გადაწყვეტილებით და დაფინანსებით ამ ისტორიაზე ფილმი მომზადდება. იპოვეს ის ადამიანები, რომლებმაც სერგი მეტრეველმა გადაარჩინა და ამ ფილმში იქნება აღწერა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მოკლემეტრაჟიანი სურათის გადაღებები ისრაელში რამდენიმე დღეში დაიწყება. გადასაღები მოედანი ჰოლოკოსტის მუზეუმში იქნება. ფილმის მთავარ გმირზე ისტორიას კი სიკვდილს გადარჩენილი ებრაელი ემილ ზიგელი გააცოცხლებს. თვითონ ებრაელობა ძალიან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ადამიანებს, იმ მოვლენას, ვინც ებრაელს დაეხმარნენ. თუნდაც ერთი ებრაელის გადარჩენა ასეთი დიდი კატასტროფის შემდეგ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ომიდან 70 წლის შემდეგ ქართულ გმირზე გადაღებულ ფილმს ქართველ შინდლერს დაარქმევენ. სურათის ჩვენება საქართველოში 16 დეკემბერს შედგება. რის შემდეგაც სერგო მეტრეველის გმირობის ისტორიას ისრაელის ჰოლოკოსტის მუზეუმი შეინახავს.